ჩავას ხატაბარა უნდა ვქოს. როგორ მორეულია, ხო? კი. კარგად არის მოვლილი ვენახი. კი, დავიარეთ მეზობლებმა. ეს. ჭრაქია ხარს არაფერი. აი შემოდგომა. სეტყვები არ ყოფილა, ხო ასე? არა, გადარჩა, ყვარელი გადარჩა. ერთი სადღაც 500 ჰექტარი გაანადგურა გურჯაანში, საგარეჯოში, ცოტა თელავში. ზოგს ისეთია, სულ ყველაფერი გაუნადგურა, მაგრამ პრინციპში ჯერ ერთად ხეს დავარტყაგეთ, ჯერჯერობით გადავჭით. გადავჭით ჩვენ. ყველას ვეღარ არ მნიშვნელობა სად გააფუჭოს, მაგრამ ჩვენ გადავჭით ჯერჯერობით. რაც ახლა უნტყობა, მაინც არ შესეულოს. არა, ეს პრეპარატები ისეთია, რომ ეს სადაური, ეს საიდან ჩამოვა. ეს საიდან ჩამოვთხოვე. ეს კუპერტინი არის ესპანური შაბია. აჰა. კირი და შაბია ჩვეულებია, არაფერი პრობლემა არ არის, კარგად აზრდება ფოთოლზე. და კარგი გამოდის ძალიან. შარშან ეს ჩინური პრეპარატები რო გქონდათ, შარშან წინის განსაკუთრებით ძალიან უხარისხო იყო რაღაც საიდან. ეხლა ძალიან ხარისხიანი შემოდის, ეხლა ძალიან კარგია. აქ იმაში ამ ფერმერთა დახმარების ცენტრი რო გაკეთა, იქ ძალიან კარგი სპეციალისტებიც ყავს. ადრე ძველი აპარატები რო იყო ხოლმე. ხო. ძალიან ბევრი გადიოდა და იღვრებოდა და ამას აი როგორ აფხობს. ხო და თან ამარტივი რაღაცაა, ხო? აი ძალიან აი უმარტივესი რაღაცაა ეს აპარატი და ეხლა შემოვიდა ახალი და რა მარტივი რაღაცებს ვერ ვაკეთებთ ხოლმე. ისეთი პატარა ტექნოლოგიების დარეგვა, სულ პატარა რაღაც შეცვლი და უკვე ცვლის ყველაფერს. აი ხა სოფლებში რო დავდივარ, იმდენად მარტივი რაღაცები უნდა რომ მოსავლიანობა ორჯერ სამჯერ გაიზარდოს, ეგ ხანდახან გაუგნებული ვარ, ახლა სად ვიყავით, რატო არ ვაკეთებ. მაგრამ აპარატი იყო 10 კილო, ახლა 16 ლიტრას ჩაასხავდი და ზურგების გადასკვლელი ჰქონდა ადამიანს. ეხლა ესენი 2 კილოა თუ 1 კილოა და პირი ხარ არაფერი სახალისოც არის, რა უნდა რა. აი რა კარგია. აი მოვიდა ახალი შემოდგომა. რა მარტივი აპარატებია თქო, ვიძახი და ადრე რა სიმძიმე იყო რაღაც, აი პატარა რაღაცა კიდე უცებ იცნობა ყველაფერი. მაგრამ დავაი წავიდა, იგი როგორც შეგვიდა ბატონი პრეზიდენტი, ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად და წამლის. მე თველშიც ერთად უნდა დავკრიფოთ და ერთად კარგად უნდა ვიქნებო. ეხლა რო ყურძენი, ეხლა კაი პირი უჩას რა. არა, კარგია ყურძენი, აი ხო, აი როგორი ხوارხوارი ასხია, ძალიან კარგია, არაფერი დაავადება არ აქვს. ფოთოლის იგე როგორი კრიალა აქვს. თქვენ უფრო სპეციალისტები ხართ, ამიტომ თქვენი აზრი გადამწყვეტია. მე მგონი რომ აი 2-3 წელია რომ ყველაფერი გამოსწორდა ჩაბარებაზე, რამე არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჩერედები აღარ არის მოხსნილი. ეგ თავარია რომ რიგები მოიხსნა და თავარია რომ ფასი არ დავარდა, მიხედვით რომ შარშან მეტი იყო. შარშან მეტი იყო მოსავალი და ფასი არ დავარდა. ამიტომ წელს იმუშავებთ იმაზე რომ ცოტა ავწიოთ. თან ეხა ახალი ქარხნები გაჩნდა. გურჯაანში ძალიან დიდი ახალი ქარხანა გაიხსნა. ახალი ბაზრები გამოჩნდა. ასე რომ წელს უნდა ავწიოთ ფასი. რა თქმა უნდა, უსვათ არაფერი არ აკეთდება. ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველაფერს ეცვლება. ტევანი მართლა კაია ძალიან. და მოვლილი ძალიან კარგია. თანამ სტიქია მაინც ამათ არ შეეხო. მაგარი ტევანია. თველში რო დავყავდით ხოლმე სკოლებიდან კომპისტებს და გამუშავებდნენ. მე ვიყავი შრომი ყურძენი იყო ხოლმე თუ გახსოვთ, აი ეს არის ის ყურძენი. კი, აგვისტოში ვიყავი იმაში, რა ქვია, შრომის სემესტრში ორჯერ მანავში გაგომწესე სკოლიდან. ივლისში ვიყავით ხოლმე. ეხა უფრო მსხვილია. კი, ეხა უფრო მსხვილია. მაშინ მახსოვს ეს მსხვილი არ იყო. ყურძენს ვეძახით, ცოტა მსხვილი მაცვალი აქვს, კაი გემრიელი სუფრის შიშია რა. კარგია, ეთქობა, იგი კარგია. ჩვენი ყურძენი საჭმელად რო არის, ხაწითელი, ეგეც სოფლიოში ყურძენი არ არსებობს მართლა. უბრალოდ ვერ ვინახავთ კარგად რომ უცხოეთში გავიტანოთ. ამიტომ ეს ახალიც მაცირები და რაღაცა იმის რომ აი პირდაპირ ახალი ყურძენი რომ ჩვენთანაც გაიყიდოს და უცხოეთში გაიყიდოს ბევრი. თორე ეგეთი გემოს ყურძენი საჭმელად სოფლიოში არ არის მეორე. ამერიკაში ვიყავი და იტალიური რესტორანია, სადაც მოაქვთ ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინო. და ის კაცი ლექცია ჩამიტარა ტოსკანას ღვინოები, რომელიც ყველას ძვირიღეს, ერთი ბოთლი სასიკაია, ორნელაია, სოლაია, ღირს რაღაც 500, 700, 800, 1000 евро, ხო? ერთი ერთზე გავს, ჩვენ აი ამ ვენახის ამ ქინძმარაული სოფლის განსაფეროს. ერთი ერთზე იგივე გემოაქვს და ეხლა მე რომ მიფიქრე მომეჩვენა, იმ კაცმა მომიყვა და ამიჯდა რომ ეს ვენახები ნაცისებები ევროპაში რო გაანადგურა ფილოქსერა მთელი ყურძენი, საქართველოს ჩამოიტანეს ევროპაში ბევრ ადგილზე. ისე გავს ეს ტოსკანური ეს ძვირი ღვინოები ამ საფერავს, ეგ გამაუგნებელი. და ჩვენ უბრალოდ კარგად უნდა მოვისწავლოთ მაგის მარკეტინგი და ბაზარი არის განუსაზღვრელი. აქ უკვე ის საკითხი არ გვიდგას, სად გავიყიდება თუ არა ღვინო, სად გაიყიდება და რა ფასით გაიყიდება. 700 და 800 евро ღირს იქა. ჩვენ აქ გვენატრება კიდე 5 თეთრი დამატებით და 10 თეთრი ამ ჩვენ ღვინოებზე. უბრალოდ უნდა ცოტათი დრო უნდა და ბევრად მეტი მუშაობა რომ გავაგებიოთ ხა.
საჭმელად ყველაზე საუკეთესო ყურძენი გვაქვს სოფლიოში და ჩამოსასხმელად ღვინო გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო. ასე რომ და სხვა შორის მაგან წაიღო მაგან კახეთიდან 100 ქვევრი სლოვენიაში წაიღეს ჯერ და მე ჩილოტელიაში ტოსკანაში და ეხა ამერიკაში ყიდის და ლოს-ანჯელესის მერმა დამბადიჯა რესტორანში და თან ყავდა ერთ რამდენიმე მაგარი იქავა ადგილობრივი ბიზნესმენი ვიღაცები და ყველა ერთხმად მიქებდა ამ ქართულ ტექნოლოგიად ამზადებულ ღვინოს. ყველა მიცის იქ. ჩვენ აქ არ ვიცით რომ ეგეთი რაღაცა არის, რომ პოპულარულია უკვე. ამიტომ ამით პირდაპირ გამახსენდა ეგრევე ჩემი ვენახი და ვიფიქრე აქაურობა საერთოდ და ვიფიქრე რომ აი რამდენად ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი რომ ამის კარგი რეკლამირება გავწიოთ. ძალიან კარგად არის მოვლილი რა, აი მომეწონა. ეგეცია ეს რომ მოიწავა იგეთ სანახავი იქნება აი 11 ღირება ამის ყურება რა ეს რომ მოიწევა ხო და ეხა ჩამოდის რამდენიმე პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს ლიდერები და ყველა აქ და მოიყვანო და აი ყველა ვინც უცხოელი ჩამოყავს და ხან ხო ჟურნალისტი მოყვება ვიღაცა მოყვება მინისტრი ისა და მე რეკლამა გუკეთება ჩვენ ყურძენს და ღვინოს ყველგან თვითონაც სიამოვნებას იღება მაგრამ თავარი მე ტელევიზორში გაესტებ ჩდება და ინტერნეტში და უკვე სხვა პერსპექტივი გუჩდება ამის გაყიდვისთვის. მე მგონი ამდენი უცხოური დელეგაცია რამდენიც ბოლო 1 წელიწადნახევარში ამ ვენახში ჩამოვიდა კახეთში არ ყოფილა ისტორიაში ერთ მთლიანად. და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. ყვარელი ჩაოლები ადამიანის წარმოდგენაში იყო სადაც განაპირა იმაზე ილია ჭავჭავაძე ბევრი რამე თუ მოხდა იქ აღარც გვახსოვდა. ეხლა ნახე რაღაც გადაცემა გადაუღიათ ეგერ ზემოთ ილიას ტბაზე რომელიც რა იყო ჩემზე უკეთესად ჩაოლები დაჭაობებული ადგილი და ისეთი სილამაზე იყო თავი გეგონა ეს სურათები რო ნახე რაღაც მუსიკალურ გადაცემას იღებდა. სურათები რო ნახე იმ ბულვარის და ტბის თავი მეგონა რაღაცა აი ყველაზე უფრო განვითარებულ შვეიცარიაში ან ძალიან მაგარ ამერიკულ ადგილზე. მაგრამ იმასაც არ ჩამოვარდება ბევრ რაღაცას ჯობია აქაურობა. ეხლა აგესევით სულ მშენებლობები მიდის ყველაფერი კეთდება. ეგერ ერთსაც ნორმალია ერთმართ. პირადაშულა მოფსაპირობა და ეგრე ამოიყვანეს ექნებეთ გახსნა. ალბათ ეს რა ვიცი რა ღმერთის ხვევი იყო რომ თქვენ უნდა ყარეში გეყიდათ ეს ადგილი რომ ყალისთვის ვინმეს მიეხედა რა. მეუბნები ძალიან ბევრი რამე კეთდება ყარეში. უნდა თელავის გაკეთდეს და ლაგოდეთის მაგრამ ყარელი იყო ჩიხში, ტუპიკში ვიყავით, აი როგორც ქვევში რომ რაღაცა დაახტიო. არაფერი არ აკეთდებოდა, სად რა ხდებოდა ქვეყანაზე არაფერი არ ვიცოდი. ეხლა ნუ გახვიდე, აი ახვიდე, აი 1 კილომეტრში ბუნი მიდის მშენებლობისა. ეს ხო უნდა დაინახოს ადამიანმა და უნდა დააფასოს კაცო. კაცო გავაკეთოთ და ჩვენ ის კი არ გვიდა ვინ ტაში დაგვიგრას. ფეხებში არ გაგვებლანდონ თორე დანარჩენი არავის ტაშის დაყრა არ გვიდა, არავის დაფასება გვიდა რომ გაკეთო. ჩვენთვის არ აკეთდება, ასხლისთვის ხო არ აკეთდება კაცო. უბრალოდ დანახვა უნდა ამ ყველაფერს და დაფასებაც უნდა. აბა ღმერთ შეგვეციოს. გაგემართეთ. აბა უფალი ხარალდეს მაგდათ. დიდება უფალს. დიდება უფალს. წელს ჩვენ გვექნება იმედია ყველაზე მაგარი თველი რაც როდესმე მქონია რა. თუ რო ესე წავიდა როგორც გეგმოთ ესე რიგები ამოძირკვეთ მე ესე იგი ხალხნება დაიწყეს უკვე აწყეს ეს კონვეიერი ჩაბარების ბაზრები გავხსენით ბევრი ეხლა წელს გავა ერთი 15 მილიონი ბოთლით მე ვფიქრობ მეტი ვიდრე შარშან და შარშანცი შიდა ბაზარი გაიზარდა ტურიზმის გამო და წესით გასაღების პრობლემა არ გქონდა გურჯაანში ძალიან დიდ ქარხანას ახალ ღვინის და ის განტვირთავს ქვედა ზონას იქით აქეთ ქარხნებს მაქსიმალურად ველაპარაკებით რომ ფასების მაქსიმალურად შევეცადოთ რომ დავიჭიროთ და ზემოთაც წავიდეს იმიტომ შარშან ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდა და დავიჭირეთ ფასები უკვე კარგი იყო იმიტომ რომ საფრთხე იყო რომ ჩამოვარდნილიყო ეხლა წელს შედარებით იმასთან შედარებით შეიძლება იმდენი აღარ მოვიდეს და ამიტომ როგორმე უნდა ვიმუშაოთ რომ ეს შესხივის ფასიც საბაზრო მექანიზმის გამოყენებით დავარეგულიროთ. ყურძენიც უნდა ავიყვანოთ ისე რომ ყურძენი ავიდეს ბევრად მეტი შემოსავალი მოქცეს, მაგრამ დღესდღეობით ატამი, გარგარი რაღაც უფრო მეტი შემოსავლის მონტანია და იმის დაბინავება ეხა ბევრად უფრო დიდი გამოწვევა ვიდრე ყურძენი ასეთ თუ ისე ვისწავლეთ დაბინავება. ამის დაბინავება ისე, მაგრამ წელს თველი უნდა იყოს აი სამაგალითო. შეიძლება თვითონ ბუნებამაც ხელი შეგვიძლია არ გააფუჭო მას, აი ძალიან მუშაობ წახმა და რაღაცა. წამლებით კარგი იყო. ისეთი ადგილმდებარეობა გვაქვს სამი მხრიდან თები რო გვიცავს. აცდება ხო. და წყალი ჩამოდის და ალაზველი ხო ისე მთებიდან წყალი ჩამოდის. სადაც არ ჩახვიდე მიწაში წყალია. ამიტომ წყალი მართლა ისეთ დალუცველი მიწა ხო ამიტომ არის რა. მაგრამ აი ხა რასაც ვიძახე პატარა ტექნოლოგიურ გაუმჯობესებით ეხლა რო დავდივარ სოფლებში. ეს სულ პატარა უნდა გაუმჯობესო რაღაცა და შეიძლება ორჯერ და სამჯერ გაზარდო მოსავლიანობა. გუშინ წინ ქალბატონი იყო მათმა შემიჭამა თელი ყანაო და რო დავწოდე 40 ლარი რო დაეხარჯა იმ პრეპარატზე და ეხა ეს ბოლოს რამდენი პენსიონერი მწყავს სახში და იმ პენსიიდან გამოიკვითა 40 ლარი რო დაეხარჯა
5-6-7000 ლარი იქნებოდა შემოსავალი. მარტივი რაღაცა და ის 50 და იქვე არის იქვე 5 კილომეტრიდან სახნე ფერმერთა პუნქტი. უბრალოდ არასდროს არ ყოფილა. მივედი საკარმიდამოში შევედი, გამოვიყვანე ჩავისი, მივიყვანე, ვაჩვენე აი ეს არის კონსულტაცია მიცეს და თან იძახო და თელსოფას გაუნადგურავდი. იქვე აღმოჩნდა გვერდზე მის ლამის ერთი ეზოსი იქ მეზობე რომ მე თქვა რომ მე ვიყიდე ესაო და შარშან მქონდა 10000 ლარი, კიდევ ვაბინებო 10000 ლარამდე ავდიო შემოსავალი. ხო, და ეს პირველი ისტორია დავხვდა ყველაფერი მოგვესპო, ყველაფერი აღარ არის, ვაიმე, აღმოჩნდა რომ პატარა რაღაც უნდა მისულიყავი სოფლისში წამოგოღო ეს პრეპარატი, გენახა რა ტექნიკა აქვს, პატარა კონსულტაცია მიგე 5 წუთი არავინ არ დაგაყვედეს იმ კონსულტაციას იქვე უფასოდ აძლევე. თვითონ ვაძლევ, ხო, მაგათ ინტერესია, ხო, მე ეს არის რომ თუ ნიადაგის იმებს უნდა იყოს სინჯი და თვითონ გეუბნება ბევრ რაღაცას, როგორ უნდა რა უნდა გააკეთო. ასე რომ უბრალოდ პატარა ცოდნის გაუმჯობესებით შეიძლება აი ბევრად უკეთეს რაღაცები მივიღო. შვეიცარიაში ეგ ადგილებში ამ ვენახის დაცვა ზემოდან დანაფარებენ ამას ბადეებს. ძალიან ძვირი კი ღირს, მაგრამ უნდა დავთვალოთ ეკონომიურად, რამდენად შესაძლებელია ჩვენთან ეს და ნელა დავნერგოთ, იმიტომ რომ მეორე მხრივ გარანტირებულად გიცავს ყველაფერს. და კიდე უნდა დავნერგოთ დაზღვა. ყველგან სოფლიოში ცივილიზებულ ადგილებში დაზღვა. დაზღვა აუცილებელია. უშენდე ხოლმე მახსოვს შენ ბავშვობაში. არ ის ბზალტური ის პირდაპირ რა გვიძახ აზიმუტია სადაც მიეცით, აბა დროზე ტყი გავარდებოდით, მივარდე გავტენავდით. ბრა დაუშენდნენ. ჩვენებს მივეცეთ დავალება რომ დაამუშავო რაღაც ეგეთი აპარატები, რომ ჩვენ გვჭირდა თავიეცო ქარხანის და სატანკო ქარხანაში საწარტირო სისტემის უშუალოდ. ამიტომ არაფერი რთული ხა უმაღლესი მათემატიკა ეგ არ არის. ალაზანი ერქვა ხო? ალაზანი. სპეციალურად ერქვა რუსულ დარანკას. ჩვენამუშაოს გამომარჯვეს. აი ეს არის 1-2 საბჭოზე მოწმო და მე შემოდგომაზე ფიჭლიანად. რაც მოვასო სიკეთეში და ეხა უკვე მე უნდა გადმოვიდე თქვენ და მე დაგიხმაროთ შეწამაში. აბა მარტო ცალხრივი არ გამო. ყოველდღე თქვენ მოდიხართ ჩემ დასახმარებლად და რა ვქნა. გაგიბარეთ თქვენ.